ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი პირი, რომლებსაც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ხელბორკილების სპეცოპერაციის გზით მძიმე ბრალდების გამო დაადეს, ბრალს არ აღიარებენ, მეტიც ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც სპეცოპერაციის მიზნით სამართალდამცველებმა ბათუმში აიყვანეს, ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს. 50 წლამდე კაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში დროებით მოთავსების იზოლატორიდან გადმოიყვანეს, ამბობს, რომ მეგობარმა ქალმა, რომელთანაც მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა, პროვოკაცია მოუწყო და შესაბამისად ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ის აიყვანეს. კაცი, რომელიც ახლა მძიმე ბრალდებით არის დაკავებული, ამბობს, რომ მეგობარი ქალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად კოორდინირებულად ახდენდა პროვოკაციებს მამაკაცებთან და სწორედ ამ გზით აკავებდნენ შემდგომში ძალოვანი უწყების თანამშრომლები მამაკაცებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის ახლა დაკავებული, ამტკიცებს, რომ ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული ქალი მამაკაცებს პროვოკაციას უწყობს და შემდგომში პოლიციელები მამაკაცებს სწორედ ნარკო რეალიზაციის ბრალდებით აკავებენ. ვიდეო კადრები, რომლებიც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მოიპოვეს ამ სისხლის სამართლის საქმეში, მამაკაცი ამტკიცებს, რომ თავად ამ ქალბატონის მიერ არის გადაღებული და ის არის პროვოკაციის მსხვერპლი. Marx titoli ცალკე შემოგვიაზრდა თვითონიანად. ევროპაში შევამქონე, რომ შვიდის პატრონატა სამსახურში იყო, ბათუმში ოდამერეკეს უნივერსიტეტში შეუდგა, გამარჯვება და არამოერე. ბრალდებული, რა თქმა უნდა, ბრალდებას არ ეთანხმება და კატეგორიულად უარყოს ნარკოტიკის გასაღებაში მონაწილეობას. ნამდვილად ფიგურირებს ერთ-ერთი ქალბატონი ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის განმარტებით ბრალდების პროვოკაცია მოუწყო შესაბამისად მხოლოდ ეს მინდა გითხრათ რომ არანაირ გასაღებას ნარკოტიკის მისი მხრიდან ადგილი არ ქონია და არც ვიდეო კადრებში არ არის დაფიქსირებული იდენტიფიკაცია არ არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მომხდარი იმ ანგარიშზე რომელ ანგარიშზეც თანხა იქნა ვითომ ნარკოტიკის საყიდლად ჩარიცხული აღნიშნული ქალბატონის მიერ ხელი არ მიუძდება ბრალდებულს და თავად აღნიშნული ქალბატონის სარგებლობს აღნიშნული ანგარიში. მხოლოდ და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აღიარების ჩვენებას ისმენს. მან დღეს ხტომათა დარბაზში თქვა, რომ მისმა მეგობარმა, ასევე თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულმა პირმა, რომელიც უკვე აღარ არის პრინციპში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ყოფილმა თანამშრომელმა პროვოკაცია მოუწყო, რის გამოც ახლა ის არის განსასჯელი სკამზე. ყოფილი ჯარისკაცი ამბობს, რომ მისმა მეგობარმა ნარკოტიკული საშუალების ნახვა თხოვა, მან ნამდვილად შეინახა ეს ნარკოტიკული საშუალება, მეგობარმა ყოფილმა ჯარისკაცმა კი ეს ყველაფერი საკუთარი მობილურით გადაიღო, შემდგომ კი საგამოძიებო უწყებას ეს ვიდეო კადრები მიაწოდა, რომელიც ახლა სისხლის სამართლის საქმეში არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. ჯერჯერობით ყოფილ ჯარისკაცს არ დაუსრულებია თავის სისხლის სამართლის საქმეზე იმ საქმეზე გარშემო თქმა ყველაფრის რაც ხდება ამ საქმეზე, შესაბამისად რაც იწყვეტს ყოფილი ჯარისკაცი ახლა პროცესზე არის მნიშვნელოვანი.